სამთავრობო ორგანიზაციები პირველ რიგში გამოეხმაურნენ შალვა თადუმაძის პირველებთან გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ინტერვიუს ჩაწერისას შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულო იქნება თუ კი ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმება, გაიზიარებს სწორედ მოსამართლეების საერთო პოზიციას ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ. ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ შალვა თადუმაძისთვის ისევე როგორც კლანის სხვა წევრებისთვის სწორედ ბიძინა ივანიშვილის როგორც პოლიტიკური ფიგურის აზრი არის გადამწყვეტი და ისინი უსმენენ სწორედ ხელისუფლებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს. ამ განცხადებით მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შალვა თადუმაძემ ფაქტობრივად მათ შორის არსებული მჭიდრო კავშირი დაადასტურა. რაც შეეხება თადუმაძის განცხადებებს პლენუმის ხდომაზე, სადაც მან თქვა, რომ ისრები უნდა გადაიტანონ სხვა მიმართულებით და არა მოსამართლეების მიმართულებით, რაც ეხება დასანქცირებას. ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიგეს როგორც საყვედურის ტონი ქართული ოცნების მისამართით და კონკრეტულად აქ ნახსენები იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ თუ კი გამოიკვეთება რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ევალა, რომ დაეცვა მოსამართლეების უსაფრთხოება და ასე ვთქვათ არ გამჟღავნებულიყო ის საქმეები, რომელიც შესაძლოა იყოს კორუფციული გარიგებებით მიღებული, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი პოლიტიკური ფიგურები იქნან დასჯილი და გადაყენებული თანამდებობებიდან. ცხადია, რომ შალვა თადუმაძე თვითონ გახდა კლანის შემადგენელი ნაწილი და ის, რომელიც ერთი პერიოდი თითქოს და ამხელდა სისტემას, ამ განცხადებაში ჩანს ტონი, რომ თითქოს რაღაცა საყვედურობს ოცნებას, რომ რაღაცა ვერ გააკეთა და ვერ გათვალა, რომ ევროკავშირის მხრიდან ვეტინგის მოთხოვნა იყო მოსალოდნელი. ჩანს, რომ ის ცდილობს ლავირება მოახდინოს თითქოს ოცნებასა და კლანის პოზიციებს შორის, მაგრამ რეალურად ეს პოზიციები ერთი და იგივეა. ამით პირდაპირ მიუთითებს თადუმაძე ამ ასე ვთქვათ, ასეთი განცხადებით, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანის პოზიცია და დამოკიდებულება საკითხის მიმართ. რეალურად მნიშვნელოვანი მისთვის უნდა იყოს ქართველი ხალხის პოზიცია, თუ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის ბიძინა ივანიშვილს რა მოსწონს და რა არა. შეიძლება მოუწიოთ სისტემიდან დასვა. ამის შიშები ბუნებრივია რომ აქვთ, იმიტომ რომ იციან მათი არჩევა რა დარღვევების საფუძველზე მოხდა. მათ რეალურად არანაირი საფრთხე ოცნების მხრიდან არ ემუქრებათ. ამონარიდები, რომელიც გავრცელდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გავლენიან სასამართლოში არ სურს იმ გავლენების დათმობა, რომელიც დღეს აქვს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ შეეწინააღმდეგონ ევრორეკომენდაციას. ეს ძალიან უცნაურია, რომ თვითონ მოსამართლეები, რომლებიც ისედაც უნდა აკმაყოფილებდნენ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, წინააღმდეგნი არიან ამ სისტემის დანერგვის. ახლა საინტერესოა, გამოჩნდება თუ არა ჯერ საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად გააკეთებს თუ არა რაიმე შეფასებას ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში დღეს შეიძლება ითქვას შალვა თადუმაძემ გააგზავნა სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მისამართით და ის დაინტერესებულია, რას ფიქრობს ივანიშვილი ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, მისთვის სიხარულო იქნება თუ კი ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმება, გაიზიარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საერთო პოზიციას, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან შემოწმდეს მათი კეთილსინდისიერება. რაც შეეხება პლენუმის ხდომაზე გაკეთებულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც გამოითხოვა ნეტ გაზეთმა და გავრცელდა, ამის შესახებ ჯერჯერობით ქართული ოცნებიდან შეფასებები არ მოგვისმენია. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა. შალვა თადუმაძე